მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან ზოგადად მადლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო. დღევანდელი გასვლა მინდა გავაკეთო ესეთი პარტნიორულ ურთიერთობაზე. ნახოთ. პარტნიორი რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, ან უბრალოდ მოდით როგორ ადამიანად, როგორ პარტნიორად ხედავთ. შემდეგ ნახოთ მისი გრძნობები, სავარაუდო მოქმედებები და ჩავაც ნახოთ თქვენთვის როგორ უნდა მოიქცეთ. მოკლედ, ვარიანტი გავაკეთოთ. ორი ვარიანტი გავაკეთოთ და ნახოთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, პირველ რიგში ნახოთ რა ურთიერთობა, ანუ რა ხდება ეხლა ამ ეტაპზე, როგორი ურთიერთობა გაქვთ და იყოს ესეთი სპილო, ყოველფერი მე მგონი ჩანს და მეორე იყოს თეთრი სპილო. ნახოთ სპილოები, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სპილო და ნახოთ რა ურთიერთობა ეხლა ამ ეტაპზე და მისი როგორ გხედავთ, რა თქმა უნდა, მერე მისი გრძნობები და მისი სავარაუდო ნაბიჯები. იმედია ჩაიფიქრეთ. მე გადავდებ მეორე ვარიანტს. თითქოს გადავდებ რომ ხელი არ შეგუშალოს, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. ნახოთ რა ხდება ახლა ამ ეტაპზე. ნახეთ ამ ეტაპზე ვიტყვი იმას, რომ ადამიანი არის ცოტა ეგოისტი, ცოტა უფრო მეტად გადართული თავის პირად საჭიროებებზე, ესე რომ ვთქვათ, მატერიალურ კუთხეზე, ხო, შესაძლებელია. აქ ვიღაცისთვის ესეთ მომენტი შეიძლება იყოს, რომ ადამიანი რაღაცა საქმიანი ურთიერთობის თუ როგორ ვთქვათ, სამსახურებრივი რომანი ესეთი სიტუაცია შეიძლება იყოს. ადამიანი ახლა თითქოს არის რაღაცა თავდაცვის რეჟიმში და რატოა თავდაცვის რეჟიმში რატოა თავდაცვის რეჟიმში და იმიტომ რომ აქ რაღაცა ურთიერთობის განთავისუფლება ხდება, ხო, აქ როგორც ჩანს წარსულში მოვიტოვეთ ურთიერთობა, რაღაცა შეიძლება თქვენ არ მოგეწონათ ამ ადამიანის ქმედებები, თქვენ არ მოგეწონათ ამ ადამიანის რაღაცა სიტყვა შესაძლებელია უპასუხისმგებლობა ამ ადამიანის მიმართ, ამ ადამიანისგან თქვენს მიმართ და შესაბამისად თქვენ გახდით რაღაცა ცოტა ცივ ენერგიებში და უბრალოდ ადამიანს უთხრათ, რომ მოდი ცოტა ხანი გავიდეთ ურთიერთობიდან, ხო? სხვათა შორის ძალიან ცივი კარმული ურთიერთობა არის, ვერ ვიტყვი რომ არ არის აქ კარმული ურთიერთობა, შეიძლება ეს იყოს ისეთი მომენტი, რომ არაერთხელ აწყეთ ურთიერთობა და არაერთხელ დაიშალა რაღაცა კონკრეტული სიტუაციები. მე აქ არ მინდა ხოლმე რომ თქვა ძალიან ვცდილობ რომ ავერიდო, მაგრამ აქ მე რასაც ვუყურებ, შესაძლებელია აქ ქალბატონები უფრო მატერიალურად კარგად არიან და უფრო ძლიერები არიან ვიდრე პარტნიორი და შესაბამისად აქ ეს მომენტიც არის, ხო? თქვათ, სულ მომეს მომენტი თუ გიდგათ, ჩათვალეთ, რომ რა თქმა უნდა თქვენ ბოლოს ეთქვით, რომ მოდი კარგად იყავი, ხო? აი რაღაც ეს მომენტიც მოდის. კარგით, როგორ ადამიანად ხედავთ, როგორ პარტნიორად ხედავთ ეს ადამიანი? ძალიან მებრძოლად სხვათა შორის. მებრძოლად ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ის მომენტი აქვს, რომ ადამიანი როგორ ხედავთ ისიც, რომ აი თითქოს რაღაცა კაცურ ენერგიებში ხართ, რატო ვიწახი ახლა?
აი ნახეთ როგორი მომენტი არის როდესაც ადამიანი ყველაფერში თვითონ იღებს პასუხისმგებლობას როდესაც ადამიანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს ხო ანუ ადამიანს ნაცხოვრები აქ რო იტყვიან ხო შესაბამისად მე რო რთულია რაღაცა იყო ძალიან მიამიტი პატარა გოგოს როლის მდგომარეობაში ხო და რაღაცა ესეთი ქარაფშუტულად იმოქმედო ხო რაღაცა მე რო რთული გათვლები გაქვს უკვე ცხოვრებაში ხა როცა ადამიანი ბევრ რაღაცა სიტუაციაში შეეჩეხეთ ძალიან ბევრ რთულ მდგომარეობას შესაბამისად მე იწყება ის მომენტი რომ აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვიქცევით დაკვირვებით ხო ანუ ესე უცებ ნდობაზე უცებ რაღაცა ემოციაზე აყოლით და რაღაც ესეთი ჰაეროვანი ურთიერთობები ნამდვილად აღარ არის როგორ გხედავთ რომ თქვენ ძალიან ესე გათვლილად აკეთებთ ყველაფერს ხო რაღაცა არ მიყვებით ესეთი თვალდახუჭულ ემოციებს თვალდახუჭულ რაღაცა სიტუაციებს ხო ну აქ როგორც ჩანს აი ხა მოვიდე კიდევაც აი თქვენ ხართ ადამიანი რომელიც როგორ ხედავთ ხო აი ნახეთ მე ესე ვიტყოდ რომ ეს ადამიანი რაღაცა ხედავთ იმ მომენტშიც რომ ნახეთ თუ ადამიანს თქვენ ხება თქვენ ბევრ რამეზე დახუჭოთ თვალი ხვდებით აი დახუჭოთ თვალი იმაზე რომ თქვათ ადამიანი რაღაცას გატყუებთ ხო მაგრამ ნუ ეს რაღაცა ისეთი ტყუილი როდესაც არის რომ აი მარშრუტკამ დააგვიანა ამ დროს როდესაც ტაქსით მოდიოდა რომ მარშრუტკამ დააგვიანა ხო ან საკუთარი მანქანა რო ყავს რა მარშრუტკამ დააგვიანა ხო აი რაღაცა ისეთ მომენტი ან უბრალოდ აი ლიფტი გაიჭედა ну შეიძლება მართლა გაიჭედოს მაგრამ რაღაცა მომენტში ცოტა ისეთი თქვათ რო გადაამოწმებთ რომ არ არის ესე და აი ნახეთ მიამიტური რაღაცა რო პრობლემა ანუ ტყუილები როდესაც არის შეიძლება ეს გაატაროთ მაგრამ როგორც კი ადამიანს ხვდებით რომ ადამიანი თუნდაც მიამიტურით ტყუილებით იწყებს თქვენთან კომუნიკაციას და რაღაცა ტყუილებზე აწყობს რაღაცა მდგომარეობას აი აქ ძალიან უხეში ხარ შეიძლება ითქვას აქ უკვე ამთავროთ ყველაფერს ეგრევე ჭრით ხო ურთიერთობა ანუ არა აქვს მნიშვნელობა ძალიან შეიძლება გეტკინოთ მაგრამ ტყუილს არავის არ აპატიებთ ტყუილს არავის არ გავდებთ როგორ ხედავთ და აი ხედავს იმას რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ადამიანი მოისროლოთ იმის გამო რომ ადამიანი მოიტყუა ხო რაღაცა თითქოს ესეთი რაღაცა ინტუიციურადაც ისე ხართ განვითარებული ზუსტად იცით როდის ცდილობს ადამიანი რაღაცა შეიძლება ესე სიტყვებით არ მოიტყუოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მისი ქმედებები რამდენად გამკეთებელი არ არის გამკეთებელი ხო რაღაცა შეიძლება ну ადამიანს უნდოდეს რომ ერთი მთა გადადგას მეორე ადგილას მაგრამ ну ამაზე ბევრი ილაპარაკოს მაგრამ თქვენ იცით რამდენად გამკეთებელია ხო რომ არ არის გამკეთებელი და ვერ შეძლებს ამ ყველაფერს აი ძალიან ისეთი ეს გაქვთ ხვდებით ამ ადამიანის თვალში ვერ იტანთ ტყუილს ვერ იტანთ რაღაცა ისეთ არა კიდე როგორ მომენტს იცით აი არა ჩამოუყალიბებელი ადამიანები რო არიან დღეს ეს უნდა თვალის უნდა დღეს ეს აწუხებთ თვალის აწუხებთ ხო აი რაღაცა ესეთი არც გეზროიტყვან საქანელაზე მჯდომ აიწონა და იწონაზე არ გიყვართ ყოფნა და აი ამასაც კარგად ხედავს ხო რაღაცა ესეთი თვალდახუჭული ემოციებით უდედა რა ბედნიერებაა ოღონდ შენი ყავი ჩემს გვერდით არ ხართ ესეთი ანუ შეგიძლიათ და ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ არ იცოდეთ ხვალ რა იქნება ამ სიტუაციიდან გამომდინარე თქვათ მაინც გააღოთ ის კარები რომელიც ну არ ვიცი რა იქნება შეგ ხო რა დამხვდება შეიძლება დამხვდეს ტახტი ბრილიანტებით შეიძლება დამხვდეს თქვათ რაღაცა ნაგვის პარკები ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ არ იხევთ უკან ხო აი რაღაც ესეთ ადამიანად გიყურებთ და გხედავთ ესეთი მიზანმიმართულ ადამიანად საინტერესოა მოდით რა ეს გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ძალიან ეგოისტია. ამ ეტაპზე პირდაპირ ვიტყვი რომ ეს ადამიანი გრძნობს იმას რომ
გრძნობს იმას, რომ არაფერი არ გამოვა თქვენთან თქვენ ურთიერთობაში და ამ ეტაპზე გრძნობს იმას, რომ აქ ყველაფერი უნდა დაასრულოს და დაამთავროს. რეალურად ნახეთ როგორი მომენტია, როგორ ჩანს თქვენ მის არა, გრძნობებზე ვერ ვილაპარაკებ ვერანაირად, აქ გრძნობები მე ფაქტიურად ვერ ვხედავ, რომ გრძნობების მომენტი იყოს. აქ მაღალი არკანებია. მაგრამ აი გრძნობების მომენტი არის როგორი რაღაცა, იცით, ადამიანის გრძნობები გადის მის საჭიროებაზე. თუ მის საჭიროებას დააკმაყოფილებდით თქვენ და თუ მის საჭიროებას რაღაცნაირად შეუწყობდით ხელს, ხო, ესე ვთქვათ, მატერიალური იქნებოდა, ეს ემოციური იქნებოდა, თუ რაც იქნებოდა, ну შეიძლებოდა გრძნობებზე გვესაუბრა, ოღონდ ისიც გვესაუბრა როგორ დონეზე, იცით, რომ აი სასიამოვნო ურთიერთობაზე. აქ გრძნობებზე სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ თითქოს ადამიანი რაღაცა თავის თავზე მორგებული პიროვნება, თავის თავზე მორგებული ადამიანია და თქვენ სხვათა შორის რაღაცა ეს მომენტი გაქვთ, რომ აი თუ არ შეგიძლია, კარგად იყავი, ხო? თუ ვერ, ასე ვთქვათ, მაძლევ იმ რესურსს, რომელიც მე მჭირდება, კარგად იყავი. და შესაბამისად უკვე ესეც ეგეთივე ადამიანია და აქ გრძნობებზე ცოტა რთულია საუბარი. არც იქეთ ვართ, არც აქეთ ვართ. ახლა რა ვთქვათ, თავისი პრინციპები აქვს, თავისი რაღაც სურვილები აქვს, თავისი მიდგომები აქვს, აქ გრძნობები ცოტა მსუბუქი გვინდა, აქ გრძნობები ცოტა ესეთი ჰაეროვანი გვინდა, აი ადამიანი, რომელიც არის უსაზღვროდ თავის თავზე შეყვარებული და რო გითხრათ, რომ გრძნობები კი აქვს, ოღონდ თავის თავთან მიმართებაში. უყვარს თავის თავი ძალიან, აინტერესებს თავის თავი ძალიან, მისთვის რა არის სწორი და რა არის ახარბიელო, კი ბატონო, ყველაფერზე მზად არის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თვითონ იგნოს თავი კარგად. აი, გრძნობები ეს არის მისი, ანუ კი, გრძნობები აქვს, ოღონდ თავის თავთან. აი, ესე ვთქვათ. ნახეთ, თავის თავი უყვარს, თავის თავი უნდა, თავის თავი. თქვენს ენდომებით იმასთან მიმართებაში, თუ ამ თავის თავს დაუკმაყოფილებთ. აი ეს მომენტია. კარგით, მისი სავარაუდო ნაბიჯი. ნახეთ, ნაბიჯი არის წასვლა. თუ თქვენ ამ ადამიანს, ანუ მის სავარაუდო ნაბიჯი, რო გითხრათ, რომ ეს ადამიანი ხარ რაღაცა სასწაულებს გააკეთებს, არა, ერთადერთი მომენტი არის, რომ შესაძლებელი ადამიანი დაბრუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ სიტუაციაში, თუ კი თქვენ ამ ადამიანს მისცემთ გარანტიას იმისას, რომ თქვენ ამ ადამიანზე იზრუნებთ, თქვენ ამ ადამიანს მისცემთ რაღაცა იმას, რაც სჭირდება, კი ბატონო, აქ შესაძლებელია ადამიანი უბრალოდ დროებით გაჩერდეს ურთიერთობაში. აქ ურთიერთობის მომენტი, რო გითხრათ, რაღაცა მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენი ურთიერთობა უფრო არის სასწავლებელი ურთიერთობა და არა რაღაცა ისეთი სასიყვარულო ურთიერთობა. ხვდებით, აი აქ რაღაცა შეიძლება თქვენ უნდა ისწავლოთ, თქვენი თავის დაფასება, ვთქვათ, ხო, თქვენი შესაძლებლობების დაფასება, როგორი პარტნიორი გინდათ, რას ელოდებით ურთიერთობაში, რაღაცა ეს მომენტი. ნაბიჯები არ იქნება, აქ შესაძლებელია რაღაცა პერიოდის მერე უბრალოდ ადამიანმა ერთადერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს ეს ვიტყოდი, რომ არის თავისი ბრაზის ამონთხევა პირდაპირ ვიტყვით თქვენთან მიმართებაში და ნუ აი ამითი დაასრულოს ყველაფერი, ხვდებით? აი ბრაზი რომ რატომ ვერ მოახერხა თქვენზე რაღაცა ესეთი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა შესაძლებლობები თქვენთან. ხვდებით, ანუ აქ მოქმედება არაფერი არის, ხელები ფეხები შეკრული გვაქვს, არ გვინდა არაფრის გაკეთება, არაფრის გაგონება, ანუ მიუხედავად ისა, რომ მაქვს მე რესურსი იმის, რომ აი ორივე ამ დასტაში ორი დაკიდებული კაცის არკანია და აი როგორი მომენტია, იცით, რომ თითქოს რეალურად არის ის მომენტი, რომ
რაღაცა თუ თვითონ იმოქმედებს, ყველაფერი გამოვიდეს და დაალაგდეს, მაგრამ აქ ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს რამე კონკრეტული ნაბიჯის შეთავაზების, იმიტომ რომ როგორც ჩანს ამ ადამიანისთვის, არ არის ეს რაღაცა თავის იქეთ არანაირი სურვილი არ აქვს ნაბიჯები კიდევ ერთი არკანი. არა, აქ ადამიანი უბრალოდ ნელ-ნელა ეტაპობრივად გავა ურთიერთობიდან, საბოლოოდ, აქ უკვე ფაქტურად არეულიც არის სიტუაცია, უკვე რაღაცა ცდილობს ადამიანთან დისტანცირებულობაც არის და საბოლოო ჯამში საერთოდ დამთავრდება, ხო? აი თუ დისტანცირებული იმიტომ არის, რომ დროებით რაღაცას დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და მერე აქ საბოლოო ჯამში მისი ქმედება არის წასვლა. ადამიანს რომელსაც თავის სიყვარულის იქეთ რა არის სიყვარული არ იცის და არ აინტერესებს, ხა თქვენ ვერ ასწავლით ამ ადამიანს სიყვარულს დამიჯერეთ. ეგოისტი როცა არის. ნახოთ. მეორე ვარიანტი. ხო. მეორე ვარიანტი. რა ხდება ახლა ამ ეტაპზე? ესე იგი, რა ხდება სულ ყველა ტყუილზე, სულ ყველა გამორჩენაზე, როგორ არის ურთიერთობაში? მაინც მატერიალურზე არ მაქვს ახლა შეიძლება ვფიქროთ, რომ აი გამორჩენაზე არც არაფერი ისეთი მატერიალურზე არ არის, აქ უბრალოდ სულიერ მდგომარეობაზე არის. მატერიალურზე ძვირფასი არის ემოცია, მატერიალურზე მნიშვნელოვანი არის სულიერება, მატერიალურზე მნიშვნელოვანი არის ეს გონებრივი მომენტი, ხო აი ენერგეტიკული როგორ ვთქვათ, ენერგეტიკულად რო აძლიერებს და ენერგეტიკულად რო აძლევთ ყველაფერს, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ როდესაც ადამიანს აძლევთ ენერგიას, შესაბამისად ის ენერგია ის იკვებება ამ ენერგიით და ის ხდება რესურსული საბოლოო ჯამში და თქვენ ურესურსო, ხო? აი ეს მომენტი, ამ მომენტს გულისხმობ. აქ ურთიერთობაში არის ტყუილი, ღალატი, არასწორი ქმედება, გაპარვა, გაურკვევლობებით დატოვება. აქ შეიძლება ითქვას, რომ არის ისეთი მომენტი, როდესაც ვიღაცებიც ჩაერიდნენ, ვიღაცებმაც რაღაცა თვალი აგიხილეს, ესე რომ ვთქვათ, აგიხილეთ თქვენ და აგეხილათ უბრალოდ თქვენ და მიხვდით, რომ ურთიერთობა უნდა დისტანცირებული გქონდეთ. მიხვდით, რომ აქ ურთიერთობას ესე მარტივად ვეღარ განაახლეთ, ხო? იმიტომ რომ ის ტყუილები, რომელიცაც ადამიანი თქვენ გეუბნებათ, რომელმაც ფაქტურად თქვენ შეიძლება ესე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ არ არის იმაზე, რომ ფინანსურად გაგძარცვოთ, ხო? აქ არის იმაზე, რომ ემოციურად გაგძარცვოთ, ენერგეტიკულად გაგძარცვოთ, აქ უკვე ვისწავლეთ ჭკუა და ნელ-ნელა გამოვდივართ მდგომარეობიდან, ნელ-ნელა ვსწავლოთ აი ამ ტკივილის შეგუებას, ტკივილის მოშუშებას, მაგრამ ჯერჯერობით ისევ არის ეს ტკივილები, არის ის მომენტი, მაგრამ ნახეთ როგორ მომენტი აი ამ ტკივილებმა თქვენ გაგხადათ საკმაოდ ცივი, საკმაოდ ისეთი უხეშით შეიძლება ურთიერთობაში, უნდობლობა ჩამოგიყალიბათ და ცოტა გართულდა, ხო? შეიძლება თქვენთვის ესე კონკრეტულად ვიღაცისთვის ნდობა მით უმეტეს ურთიერთობაში და პარტნიორულ ურთიერთობაში. ამ ეტაპზე ადამიანი არის წასული. უბრალოდ მე წასული არ ვქვია, ამას ქვია გაპარული ადამიანი. კარგით. როგორ ხედავთ? სად შეგვიძლია? როგორ ხედავთ? ძალიან სტაბილურ ადამიანად ხედავთ, ძალიან ესეთი საიმედო ადამიანად ხედავთ, აქტიურ ადამიანად, ჭკვიან ადამიანად ხედავთ, ადამიანს, რომელსაც აქვს რესურსი, რომ რაღაცა ახალი სცადოს, ახალი გააკეთოს, ახალი ენერგიებისკენ წავიდეს, ადამიანს, რომელსაც აქვს პერსპექტივები, რომელსაც აქვს რაღაცა საშუალება ყველანაირად ხო წინ გაიხედოს. ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ კარგად ხედავთ ადამიანს შანსს
ცხოვრებისეულს პენტაკლების ტუზიც. თქვენ ეს ადამიანი ხედავთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგი არის სტაბილური ურთიერთობა, სიმშვიდე, სიწყნარე, ემოციები, ვნება, იდეები, ანუ შესაძლებელია რაღაცა იდეების წყარო ხართ, ხო, რაღაცა თანადგომის წყარო ხართ ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით ამ ადამიანისთვის იყავით შანსი ხართ ცხოვრებისეული, არ ვიცი, შესაძლებელია თქვენ ძალიან დიდ საშუალებას აძლევდით, რომ წინ წასულიყო ხდებით, ანახეთ მატერიალურზე არ ვამბობ კიდევ ერთხელ, ხა შესაძლებელია თქვენ ანახებდით ამ ადამიანს სად უნდა ეპოვა საკუთარი თავი, ხო? რა სფეროში, როგორ და რანაირად, ხო, რაღაცა რა შეეძლო ყველაზე კარგად ეკეთებინა და იქეთ დაანახეთ ეს სიტუაცია. საკმაოდ საინტერესოდ გხედავთ. მაგრამ ამ ეტაპზე ხედავს, რომ თქვენ ზურგის შეაქცეთ, წახვედით თქვენი ცხოვრების აძიებლად, თქვენი პენიერების აძიებლად და თქვენ შეაქცეთ ზურგი. აშკარად, ну, არ ვიცი, ხა ადამიანი თვითონ გაიპარა და თქვენ რატო შეაქცეთ ზურგი, რატო თulis ამას, ну, ცოტა უცნაური ხალხი არის ბოლო დროს. რა ვიცი. თulis რომ თქვენ შეაქცეთ ზურგი, ამ დროს ადამიანი თვითონ არის გაპარული თავისივე ტყუილებში, ახლართულ დახლართულიო რო იტყვიან. კარგით, გზნობები, მისი გზნობები თქვენთან მიმართებაში. აქ გზნობები არის. Ну, როგორც ჩანს ადამიანი მიხვდა იმას, რომ თქვენთან ძალიან კარგად იყო, ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან ისეთი ემოციური მომენტები ჰქონდა. აქ არის გზნობებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანისთვის გულით არჩევანი აღმოჩნდით საბოლოო ჯამში. კი ბატონო, შეიძლება გატკინეთ, შეიძლება გაიპარა, შეიძლება აღარ არის კომუნიკაცია, მაგრამ ნახეთ, გაიაზრა, რომ თქვენ სტაბილური ხართ, გაიაზრა ის, რომ თურმე ყვარები ხართ, თურმე თქვენ ყოფილ ხართ. სასიამოვნო თქვენთან ურთიერთობა, საინტერესო თქვენთან ურთიერთობა, აღიარებს იმას, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და თქვათ არ იყოს სწორი გადაწყვეტილება თუ სხვა პარტნიორისგან გაიხედა და წავიდა და მიხვდა, რომ თურმე თქვენთან უკეთესი იყო და თქვენ ყოფილხართ ის ადამიანი, ვისთანაც ერთად უნდა და დიდი სიამოვნებით იქნებოდა ეხლაც ამ ეტაპზე, თუ კი დაიბრუნებდით, როგორც ჩანს, ხო? მოდით ესე ვთქვათ, აქ გრძნობები არის. მეორე ვარიანტი არის ემოციებიც, არის გრძნობებიც, მაინც რაღაცა ისეთი რო იტყვიან, საკმაოდ ისეთი გრძნობებია და ემოციები ხვდებით, აი არ არის, შეიძლება ეხლა უფრო არის რაღაცა კაფიო, ნახეთ, ადამიანი როდესაც იტყუება, ხო, მან გრძნობებზე მე პირადად ვერ ხვდები ხოლმე, როგორ შეიძლება ილაპარაკო გრძნობებზე, როდესაც ადამიანი ტყუილში თლისთვის გიმეტებთ და ტკივილისთვის გიმეტებთ, ხო, ძალიან ძნელია, რომ აქ გრძნობებზე ვისაუბროთ, ხა თუ გიყვარვა, რატო უნდა მატკინო, ხო? მაგრამ, ну, შესაძლებელია იმ ტკივილების მერე უბრალოდ ადამიანმა მერე გაანალიზა თქვენთან რო გრძნობები ქონდა. აი, მერე მიხვდა, რომ თქვენ მართლაყვარები ხართ, მერე მიხვდა, რომ თქვენთან ურთიერთობა სურვილი ქონდა, ხო? აი, მერე მომენტია. კარგით, ნახოთ, აბა რა ნაბიჯებს გააკეთებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ნაბიჯები. ასე იგი, მოკლედ, არც არაფერს ისე ჯერჯერობით ამ ეტაპზე მაქსიმუმად ეცდება, რომ დაჯდეს, მაგრამ მყარად, მშვიდად, წყნარად, არაფერი ისეთი ქმედება არ გააკეთოს. მე ესე ვიტყვი, ჯერჯერობით დააკვირდება თქვენს გარემოცვას, თქვენს სიტუაციას, რამდენად შეიძლება, რომ თქვენამდე მოვიდეთ, რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ ადამიანთან გამონახოთ საერთო სასაუბრო თემა, ესე რომ ვთქვათ, რამდენად აღარ ბრაზობთ ამ ადამიანზე და მერე შესაძლებელია. ისიც როგორი მომენტია, ისეთ, აი, რო გითხათ, რომ ესე კონკრეტულად რაღაცა
ძალიან ისეთი ქმედებების მდგომარეობა იქნება, თქო, არ იქნება ძალიან ისეთი მკვეთრი ქმედებების, იმიტომ რომ ნახეთ, აქ შეიძლება ითქვას, ადამიანმა შეეცადოს მესამე პირებიდან შემოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში, ხვდებით? აი, რაღაცა თუნდაც თქვენზე ინფორმაცია გაიგოს მესამე პირებიდან, რაღაც მოგიაროთ, ვიღაცის ხელით გამოგიგზავნოთ, თქვა საჩუქარი იქნება თუ რაც იქნება, ანუ ნახეთ, ადამიანი ეცდება არაპირდაპირ მოვიდეს ბოდიშის მოხდით, არამედ რაღაცა ესე სხვადასხვაქვე ტექსტებით შეეცადოს თქვენამდე მოსვლა, თქვენამდე რაღაცნაირად გამოჩენას, ესე რომ ვთქვათ, ხვდებით? აი ეს მომენტი არის აქ. და ნუ აქ გითხრათ რომ ეხა ეს ადგება და მოგწერთ და სასწაულად ეხა რაღაც გამოიქცევა, არა. თან იცით რა მომენტი აქ ადამიანს აქვს ის განცდა რომ მოვიდეს და მერე თქვენ პანყურით გააგდოთ და არ მიიღოთ, ხო? ანუ იმიტომ რომ ადამიანი თulis რომ თქვენ მიუხურეთ კარები, ხო? რაღაცა მომენტში. და თქვენ აქ რომ ადამიანი მასაც ფიქრობს რომ კი ბატონო, აი მე მივედი, მაგრამ მერე მისი ბრაზი იქნება ისე გადალაგდეს ჩემთან მიმართებაში, რომ მომიხუროს ხვირწინ, ხო, კარები და მერე უფრო რთული იქნება, რა თქმა უნდა, მერე რამე ნაბიჯის გაკეთებას, იმიტომ რომ ეს უკვე პასუხი იქნება არა. და მერე რაღაცის ცდილობასაც, ნუ კი ხატომაც არა აქვს აზრი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თulis რომ მერე უკვე ცოტა რთული იქნება მცდელობებიც კი ურთიერთობის დასალაგებლად, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის. ისე რომ აქ ხა მაქსიმალურად ეცდება ადამიანი, რომ უბრალოდ დააკვირდეს თქვენ ცხოვრებას და თქვენთან აი რაღაცა შემოვლითი გზებით მოვიდეს, როგორც წავიდა, ხო? შემოვლითი გზებით თუ რა ვიცი ტყუილებით და გაპარვებით, აი ესე რომ ვთქვათ. მოკლედ, მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს. ულევს სიყვარულს, სწორი ადამიანების გვერდით ყოფნას, ბედნიერებას და შეგახსენებთ, პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ WhatsApp-ში და Telegram-ზე მითითებულ ნომერზე, რომელსაც მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ. დროებით.